საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მიმზიდველია ნარკოკარტელებისთვისაც, ლოგისტიკური წერტილი საერთაშორისო კრიმინალური ქსელისთვის და ნარკოტრაფიკისთვის. სადახლოზე ამოღებულია 30 მილიონი ლარის ღირებულების 103 კილოგრამი მეტამფეტამინი. ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი უმსხვილესი პარტია, რომელიც საქართველოს საზღვარზე დააკავა და არ გაუშვა ევროპის მიმართულებით. სომხეთი, ბულგარეთი. სწორედ ეს მარშრუტი ჰქონდა აღებული სატვირთო ავტომობილს, რომელიც სოდის ნაცვლად სხვა თეთრი ფხვნილით იყო დატვირთული. დაკავებულია ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქე, რომელსაც მძღოლს კაუსტიკური სოდის ნაცვლად საქართველოში შემოატანა მეტამფეტამინით სავსე ტომრები. მას 20 წლამდე უადო პატიმრობა ელის, თუმცა გამოძიება ახლა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს საქმეში ჩართული სხვა პირების დასადგენად, რადგან ფაქტია, რომ 100 კილოგრამ ნარკოტიკს გამომგზავნი წავდა და მიმღებიც, რომელიც საქართველოს გავლით ბულგარეთში ელოდებოდა ტვირთს. სოდის ტომრებში დამალული მეტამფეტამინი საქართველოში სატვირთოთი შემოიტანეს. მალევე გაირკვა, რომ ავტომობილი საერთაშორისო ნარკოტრაფიკისთვის იყო განკუთვნილი. ნარკოტიკი სომხეთიდან საქართველოს გავლით ბულგარეთში უნდა ჩაეტანათ. კაუსტიკური სოდის ტომრებში 103 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოჩნდა. ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე 30 მილიონი ლარია. ნარკოტრაფიკის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. კურიერმა გაარკვია, რომ მას საქართველოს და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. სამართალდამცველებმა გაშიფრეს სქემაც, რომლის მიხედვითაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად უნდა გამოეყენებინათ. ირკვევა, რომ 51 წლის მამაკაცმა კუთვნილი სატვირთო ავტომობილი საქართველოდან ჯერ სომხეთში გააგზავნა. მისაბმელი სოდის ტომრებში დამალული მეტამფეტამინით დაატვირთინა, შემდეგ კი მისივე კომპანიის მძღოლ საქართველოში შემოატანინა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების დეტალები დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განმარტა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრაფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, რომლის საბაზრო ღირებულებას ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. ნარკოტიკის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო სამართალდამცველებს და ექსპერტ კრიმინალისტებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ. ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც ჩატარდა. თუ გალურჯდა მეტამფეტამინია. ეს მოწყობილობა ნარკოანალიზატორია. სწორედ ამ კაფსულის გალურჯების შემდეგ დადასტურდა, რომ კაუსტიკურ სოდაში მეტამფეტამინი იყო გარეული. შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად საბაჟო გამშვებ პუნქტზე სადახლოს საავტომობილო შეჩერებული იქნა სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელშიც განთავსებული იყო 103 კილოგრამამდე მეტამფეტამინი. ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში კაუსტიკური სოდის გრანულებს მიმსგავსებული სახით წინასწარ დამზადებულ ტომრებში იყო განთავსებული. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 103 კილოგრამი მეტამფეტამინის საქმეზე დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. რადგან ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმის მასალებზე არ ვისაუბროთ, ვერ გეტყვის ჩვენ რაფერს არ აღიარებს ბრალს. ყავდა თუ არა დაკავებულს მოკავშირეები და ვინ არიან ისინი, ამას გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმეზე დღის ბოლოს განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. დაკავებულს, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მეტამფეტამინის შემცველი ნივთიერების საქართველოს გავლით ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. 6 თომარაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი ნივთიერება შენიღბულად როგორც კაუსტიკური სოდა განათავსა ავტომანქანის მისაბმელში. და 28 აპრილს მისი კომპანიის მძღოლის მეშვეობით სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
103 კილოგრამი მეტამფეტამინის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა, შენახვის და საქართველოში შემოტანის მუხლებით გრძელდება.